საქართველოს Google-ის თვალით, რატომ არ არის ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ დეტალური ინფორმაცია? სად არის საქართველოს ჩვენი ქვეყნის მოძებნა ჟურნალისტმა გიორგი პერელიძემ Google-ის საშუალებით სცადა? Georgia, at the crossroads of Europe and Asia, and just named the world's top reformer. Georgia, a rapidly modernizing country. ტურისტებისა და ინვესტორების მოზიდვის მიზნით შექმნილ ამ კლიპში $100,000 დაიხარჯა. მაგრამ არსებობს ინტერნეტი, სადაც ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომია და არსებობს Google მსოფლიოში პირველი საძიებო სისტემა, რომელიც ნებისმიერ ქალაქს სამგანზომილებიან გამოსახულებაში აჩვენებს. გამონაკლისია საქართველოს, რომლის ქალაქებზე Google-ის რუკით ფაქტობრივად არანაირი ინფორმაცია მოიპოვება. კიდევ არის რამდენიმე ლაფსუსი ამ რუკებთან დაკავშირებით, მაგალითად ქალაქი ახალგორი სამხრეთ ოსეთში Google-ის რუკაში წერია როგორც ლენინგორი, არადა სინამდვილეში ეს არის საქართველოს ქალაქი და მას ლენინგორს უწოდებენ მხოლოდ სამხრეთ ოსეთში და რუსეთში და მოგეხსენებათ ეს ქალაქი დღეს ოკუპირებულია და თუმცა ინტერნეტ მომხმარებლებს არა მხოლოდ ის აწუხებთ, რაც Google-ის რუკაზე არ არის, არამედ ისიც, რაც მასზე დატანილია. ბარსელონასგან განსხვავებით, სადაც ბარსელონაში არის სამგანზომილებიანი სურათები და შეგიძლია ქუჩების დათვალიერება და ასე შემდეგ. თბილისში ქუჩებიც კი არის გამოყოფილი და დიდ თეთრ ლაქაზე აწერია თბილისი. ეს სულ ეგ არის. ინტერნეტ მომხმარებლებისგან განსხვავებით ტურიზმის დეპარტამენტში თვლიან, რომ ინტერნეტში საქართველოზე სასურველი ინფორმაციის გავრცელების საკუთარი გზები აქვთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პორტალი georgia.travel, რომელსაც მუდმივად ვაახლებთ და ასევე მუშაობს სწორედ ამ კუთხით, ანუ რასაც ქვია საძიებო სისტემების განახლება, ვინაიდან georgia.travel გახლავთ ის პორტალი, სადაც ნებისმიერ უცხოელს შეუძლია მოიძიოს მისთვის სასურველი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, დაგეგმოს მოგზაურობა ჩვენს ქვეყანაში და ყოველთვიურად იზრდება სწორედ ამ პორტალის მომხმარებელთა რაოდენობა. ინტერნეტ მომხმარებლები კი ხელისუფლებას მეტ აქტიურობას თხოვენ. ვფიქრობ, ამას ჭირდება გამოსწორება ამ შეცდომებს, უნდა ერთი ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ითავებს ამ საქართველოს დეტალური ელექტრონული რუკის Google-ის ხელმძღვანელობისთვის გადაცემას, რომელიც თავის მხრივ ჩასვამს ამ რუკას საქართველოში. ქართველებისგან დამოუკიდებლად Google ვერანაირად საქართველოს დეტალურ რუკას ვერ შექმნის და ვერ განათავსებს. ეს ჩვენ თუ არ მოვიდომეთ და ჩვენ თუ არ გავაკეთეთ ეს. თავის მხრივ ტურიზმის დეპარტამენტიც მდგომარეობის გამოსწორების პირობას იძლევა. მოვად რომ როდესაც აუცილებლად ძალიან მალე Google დაიწყებს მუშაობა საქართველოს. როდესაც დადგება დღის წესრიგში, რომ დაიწყება ამ კუთხით მუშაობა, რა თქმა უნდა, განისაზღვრება ის უწყება, რომელიც ამაზე იმუშაობს, ანუ აქტიურად იმუშაობს Google-თან ერთად. შესაბამისი უწყების შექმნამდე კი Google-ში ამ კადრების ნაცვლად საქართველოს შესახებ კვლავ აგვისტოს ომის კადრები იტრიალებს.